როგორ მახსოვს ეს რა ქვია მაგი და ემან მოგვიტანა რა ქვია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩამოგვიტანა და ეს როგორ არის იცი არიდგმა ასე დგას დავდგი და მოშო იცით რა მძიმეა ეს შემოვიტანეთ ჩვენ და ეგ ვიდექით და სულ ყველანი ვაწყობდით ეს ფეხებს და იმას რომ ძილის გადმოვაბრუნეთ ვერ გავთვალეთ ცოტა სივრცე და გადმოვაბრუნება კიდე გაგვიჭირდა ანუ ფაქ ყველაფერი ჩვენი ხელით არის ისა რა ქვია შექმნილი და გაკეთებული და ეხა ცოტა თავართ ნაქვია გაურკვევლობაში შიშებში და რაღაცების მოლოდინში როგორ გადაწყდება საქმე როგორ დავით ანუ ფაქტობრივად იცით როგორ ავარ ეხლა ესე მგონია რომ კიდე ახლიდან მომწევს მეთქე რაღაცის დაწყება მარიამ ბუჩუკური როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი 2024 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაურკვეველი მომავლის წინაშე დააყენა ზამთრის პირს ჩვენ გორის ჩრდილოეთით არსებულ სოფლებს ვეწვიეთ 2008 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ეს სოფლები რუსული ოკუპაციის მიზეზით დაცლილი იყო 2009 წელს ფონდი ტასო შემოვიდა ჩვენთან სოფელში და მას ჰქონდა მიზნად დასახული რომ გაეცა მცირე ეკონომიკური გრანტები სოფელში მცხოვრები ადამიანების კონფლიქტით შედეგად დაზარალებული ადამიანების მოსაძლიერებლად. ზუსტად მაშინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი სოფელში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად თანამშრომლობა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობა სოფლის საჭიროებებს. ეს ნამდვილად ახალი იყო ჩვენთვის ქალებისთვის და მაშინ იყო ყველაზე დიდი შეხვედრები ჩვენი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სადაც მუშაობდით იმაზე თუ რა საჭიროებები იყო სოფელში და ჩვენ რა შეგვეძლო რომ ამისთვის გაგვეკეთებინა. მოგვიანებით მარიამის ლიდერობით ქალბატონებმა დააარსეს შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის. შემდეგ თვითონ დაიწყეს ქალების გაძლიერება და სოფლის საჭიროებებისათვის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. გავიზარდეთ რა აი სხვა გამოცდილება მივიღეთ იქ როცა ვიღებდით იმ პროექტში მონაწილეობას. მე თითქოს ესა რა ქვია უკვე პარტნიორი გავხდით როგორც ორგანიზაცია ფონდი ტასოსთვისაც და გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვისაც. ესე არის აქ მხოლოდ ორი ოთახი იყო. და როიტყვიან აი აგურ ვზიდეთ ყველაფერი ქალებმა. მახსოვს, როდესაც შემოქონდა ეს მასალები რომ მოგვიტანეს ეს ბლოკი ცემენტი და რაღაც მოგვიტანეს ჩვენ ავცლიდით. ჩვენ მეზიდებოდით და ეს იყო პრეცედენტი და აი ხო გზა და დიდი მოძრაობა. აჩერებდნენ კაცები და მანქანიდან სურათებს გვიღებდნენ. მაგრამ უფრო ამითი ძლიერდებოდით რა, უფრო მეტად გვინდოდა რომ გამოგსვლოდა და დაენახათ რომ ქალი მარტო სამზარეულოში არ არის რა. ქალი გარეთაც, ქალი არის დიპლომატი. მაშინ ომგამოვლილ რეგიონში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ახალგაზრდა ქალბატონების აქტიურობას. ესეთი სათემო ორგანიზაციები სოფლად არის ძალიან დიდი სიახლე. და ძალიან ბევრი ინფორმაციული მუშაობა გვიწევდა, იმიტომ რომ ბევრი ინტერპრეტაცია ქონდა ამ ოფისს რა, ბევრი ისეთი უქმრო ქალების ოფისსაც გვეძახდნენ, ისე მოხდა რომ მე კი გაუბედნიერდი ქმრებიც ყავს, თავდაპირველად ეხლა აი ამასაც მივაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ უმეტესად, იმიტომ რომ დრო ქონდა მეტი. ალბათ. უბრალოდ ჩვენ აქ რომ ვართ და ასე საუბრობთ და ფიქრობთ და ვიცით რომ ცუდია, მეტი პასუხისგებლობა გვაქვს უკვე. ჯერ ჩვენ თავზე რომ ჩვენ არ გავაკეთოთ და მე სხვას რომ დავინახავ ძალიან შვიდად და კორექტულად უთხრათ, ოღონდ რატო არ უნდა დააგდოს, ისე კი არ გადააგდო რაღაც. ამ ბავშვებთან ყოველ კვირა მუშაობ, მათთვისგან წამოსულ იმებს, რა ქვია, თემებსაც და მე თვითონაც ნელ-ნელა შემაქისთემებ. ასეც მინდა მათთან ერთად ვიმსჯელო ხოლმე და ძალიან კარგი ბავშვები არიან, იმათთან ერთად ფაქტიურად ამ სივრცეში მაინც ვიკრიბებით, რომ მინდა ეს სივრცე მიუხედავად იმისა, რომ მე მწუთში ხა ეს სიტუაციაში ვარ, მაინც რაღაცა გავაკეთოთ. ეკონომიკური პროექტი არასდროს არ ქონია 15 წლის შემდეგ, ეხლა გვაქვს მეც ბოლომდე ვარ ჩართული სპორტ დარბაზს გულისხმობ, რომელიც გამოწვევა იქნება, ვფიქრობ, გამოწვევა პროექტიც დაარღვეს კი. უკვე სოფელში
კი ვიცით, აქეთ-იქიდან ადამიანებს სჭირდებათ ესეთი ადგილები და სურვილიც აქვს დიდი, განსაკუთრებით ქალებს სოფლად. აღნიშნული შენობა ძალიან დიდი ხანია თითქმის ომის შემდეგ უფუნქციო არის. საერთოდ არაფერი აღარ ხდება, მანამ იყო თონე არსებობდა შენობაში, იყო სუპერმარკეტი ასევე გვერდზე შენობაში. და ამდენი წლის მერე ომიდან ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ახალი სიცოცხლე მივცეთ აქაურობას, ჩვენი დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი საკუთარი ძალებითაც ბევრ ამას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, და ვაკეთებთ კიდეც. და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ახალი სიტყვა იქნება სოფლისთვის, სოფლის მოსახლეობისთვის, განებივრებულები ჩვენ ნამდვილად არ ვართ. მსგავსი პროექტებით, მსგავსი ობიექტებით სოფლის მოსახლეობა. თვითმმართველობა ძალიან ხას გვიწყობს, აგერ დეპუტატიც მომწანდა. თავის დროზე ტირძნისის ფიტნეს დარბაზი დონორის თვითმმართველობისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის სამხრივი თანამშრომლობის წარმატებული ნიმუშია. ჩემი პატარა ვაჟი არის ძიუდოში მსოფლიო ევროპის ჩემპიონი კადეტებში. მისი რეკომენდაციებითაც დავგეგმეთ რაღაცა მსგავსი ტიპის სავარჯიშოები, წვრილმანებსაც გულისხმობ თოკები, აგრეთვე ქალებისთვის ფიტნესისთვისაც აუცილებელია ჰულა-ჰუპები და თითქმის ყველაფერი გვექნება. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური კრიზისი კი დონორის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას რისკის ქვეშ აყენებს, რაც არც მთავრობას და არც მოსახლეობას არ უნდა აწყობდეს.